მოგესალმებით, კარგო ხალხო. დღეს მინდა ვითამაშო მაკის. ძალიან საინტერესო სოლო თამაში არის ერთ ადამიანზე. ავტორი არის ჯეიკ სტეინეს. არ ვიცი როგორ გამოითქმის. აქვს რაღაც ნომინაცია. Side Rooms Games-ი არის გამომცემლობა. Solo Worker Placement Strategy Game. სტრატეგიული თამაში არის, solo როგორც მიხვდით. ერთი მოთამაშე 14 წლიდან ზემოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასაკით და პატარებსაც ძალიან მარტივად შეძლებენ ამის თამაშს, 30 წუთი თამაშის ხანგრძლივობა. ილუსტრაცია ისეთი თავისებური, ძალიან საინტერესო არის და მაკისები იყვნენ, ასე ვთქვათ, პარტიზანები, ყველაზე ახლო სიტყვა რაც ვიპოვე, დაჯგუფება იყო რაღაცა ესეთი, რომლებიც ჩუმად მოქმედებდნენ მტრის ზურგში. ამ შემთხვევაში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. სიტუაცია ვითარდება საფრანგეთში და ომის მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. გვაქვს ორი მისია. კიდევ გვაქვს სხვა მისიები, ანუ ესენი ვარსკვლავის გარეშე საწყისი მისიებია, შემდეგ ერთი ვარსკვლავით რთულდება, ორი ვარსკვლავით კიდევ უფრო რთულდება და გვაქვს სამვარსკვლავიანები, შედარებით დიდი ბარათები არის და შემდეგნაირად გამოიყურება ეს მისიები. მაგალითად, აქ ორი იარაღი უნდა მივიტანოთ, აქ უნდა მივიტანოთ ფული და საჭმელი. მიიტანეთ ორი იარაღი, ანუ აგენტს, საიდუმლო აგენტს უნდა გადავცეთ ერთ დღეს და შემდეგ უკვე მეორე დღეს, დღეები აი აქედან ითვლება, ესენი დღეების ნიშნულებია. მეორე დღეს, ანუ სხვა დღეს მივიტანოთ უნდა ორი საჭმელი და ფული და ორი ცალი საჭმელი. ეს არის ფული. ფულის ტოკენი საჭმელი გვაქვს აქ პური, ღვინო და რაღაცა ლიმონადი თუ რაღაც ესე ჩანს რა. და ასე შემდეგ რა. საბოტაჟის მისიებია, რაღაცა პროკლამაციების და რაღაცა ეგეთი ინფორმაციის გამავრცელებელი რაღაც საბუთები, ეს მაგალითად, რომელსაც დღეს ვითამაშებთ, არის მიტანეთ ორი Intel to this location on 3 separate days. ანუ სამ სხვადასხვა დღეს უნდა მივიტანოთ ეს რაღაცა წერილები რა, უნდა გადავცეთ სავარაუდოდ სტამბა არის, სადაც გაზეთები იბეჭდება და უნდა გადავცეთ ეს ინფორმაცია. ეს არის ერთი მისია. ეს არის მეორე მისია, რომ გვეუბნებიან, რომ მიიყვანეთ თქვენი ბაზაწინა აგენტია, ესენი აგენტებია, სამი ყავს დასაწყისისთვის. სადმა მივიყვანოთ on Rue Baradat, Pont l'Evêque and Pont du Nord. Pont du Nord. აი ამ სამ ლოკაციაზე ერთი ეს არის, მეორე ეს არის და ლევეკე. ლევეკ, აი აქ და აქ უნდა მივიტანოთ რაღაცა სპრეები და რაღაცა მივაწეროთ აი ესეთი რაღაც რა, viva la résistance. გაუმარჯოს წინააღმდეგობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რაღაცა ეგეთი უნდა დავაწეროთ აი ამ ადგილებში რა. როდესაც დავაწერთ, აი ესეთ რაღაცას დავდებთ. 1 2 და 3. ანუ მივლენ, დააწერენ და ასე შემდეგ. და როდესაც აი ამას გავაკეთებთ, ეს ჩვენი აგენტი უნდა წავიდეს და აი აქ მივიდეს და უთხრას, რომ აი ეს ყველაფერი შესრულებულია და სამივე ადგილას ეს წარწერა გაკეთებულია რა. ეს როცა წარწერებს გავაკეთებთ. ამისთვის ყავს აგენტები, სამი აგენტი ყავს დასაწყისისთვის. ნუ სირთულეს გააჩნია და შეიძლება რომ ორი აგენტიც დაიწყო და ასე შემდეგ და შემდეგ ყავს კიდევ აი ესეთი ორი აგენტი, რომლის წამოყვანად შეგვიძლია. ამისთვის მივდივართ კაფეში, ვეპატიჟებით საჭმელზე და მოდიან ჩვენთან ერთად რა. Safe House-ი, ანუ აი ეს არის ამათი შტაბ-ბინა, მაკისების შტაბ-ბინა და არის სხვადასხვა ლოკაციები. აქ გვაქვს ველი, ორი ველი გვაქვს
აი აქ, როდესაც მივდივართ, შეგვიძლია რომ წამოვიღოთ ეს, რაც გვჭირდება აი ამ მისიის შესასრულებლად, ორ-ორი ცალი უნდა მივიტანოთ სხვადასხვა დღეს. და ან გვაქვს ესეთი ვარიანტი, რომ არ წამოვიღოთ ეს წერილი და პარაშუტით მოვითხოვოთ, რომ გადმოგვიგდონ ველზე ან 3 საჭმელი, ან 1 იარაღი, ან 1 ფული. აი აქ არის მოცემული რა შვება რა. ესე იგი 1 ფული, 1 იარაღი, ან 3 საჭმელი. ანუ ერთ-ერთს ვირჩევთ იმის მიხედვით, თუ რა გვჭირდება ამ მისიის შესასრულებლად. აქ არის დღეები, აქ არის ჩვენი მორალი, ასე ვთქვათ, როგორი მორალი გვაქვს. ეს მორალი შეგვიძლია გავზარდოთ, შეგვიძლია დავაპატარაოთ. შევამციროთ. აქ არის ნიშნული მორალის, ანუ 3-იანი და აქაც 3-იანი, ანუ 5-ზე 4, ანუ შავი ციფრები არის თვითონ მორალის გამსაზღვრელი ციფრები, ხოლო 3, 4, 4, 4, 5 ნიშნავს, რომ რამდენი მილიციონერი იქნება ჩვენს ასაყვანად გამოშვებული რა, ესენი მილიციონერების ტოკენები არის, აი ესეთი ლურჯი ტიპები არიან რა. და ყავს ასევე 5 ჯარისკაცი. ესეთი გერმანული ჩაფხუტით და ჯარისკაცები თუ რამდენი გამოვლენ, აი აქ 1 ჯარისკაცი გამოდის, 2, 3, 4, 5. ნუ 5 ჯარისკაცი, როდესაც გამოვა, იქ ფაქტიურად წაგებულია. წაგებულია ასევე თუ აი ეს ლურჯი კუბი ჩამოვიდა, ანუ 15 დღე არის, მე 15 დღეს თუ მისიები შესრულებული არ გვაქვს, წავაგეთ. თუ ყველა ჩვენი აგენტი აიყვანეს, წავაგეთ. და ასე შემდეგ. მოდი, ხო, კიდევ რაც შეიძლება გითხრათ, რომ აქ ამოჭრილები აქვს და არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აი ეს ზუსტად ჯდება აი ამ ადგილას და ეს არის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, მაგალითად ქიმიური ლაბორატორია შეგვიძლია ავაწყოთ, აქ მოვაწყოთ, უბრალოდ სადაც მივიტანთ რაღაც წამლებს და დაგვიმზადებენ ასაფეთქებელ ბომბს. აქ რაღაცა საწამლავს დაგვიმზადებენ. აქ დაგვიმზადებენ ინფორმატორები რაღაცა საბუთებს. აქ პროპაგანდა არის და მორალი, რომელზეც ეხლა საუბრობდით, შეგვიძლია რომ გავზარდოთ და ნაკლები მილიციონერი იყოს ჩვენს დასაჭერად გამოშვებული. და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა ტიპის დაწესებულების მოწყობა შეგვიძლია აი ამ ადგილას, სადაც გასაღებები არის, ნახეთ, აი აქ და აქ. Safe house-ი, ანუ შტაბი, ესეთი safe house-ი შტაბი შეგვიძლია რომ მოვაწყოთ ან აქ, რომ ასე ვთქვათ, აყვანის ნაკლები შანსი იყოს, რომ ჩვენი მაკისები, ჩვენი პარტიზანები მილიციელებმა არ დაატყვევონ. დატყვევება ნიშნავს, რომ ეგ აგენტი, რომელსაც აიყვანენ, გადის თამაშიდან რა და გვიწევს უკვე უფრო გართულებულ რეჟიმში თამაში. შემდეგ ეხლა რა ხდება? ჩვენ მაგალითად გვჭირდება აი ამ მისიის შესასრულებლად, მაგალითად აი ეს წერილები, ხო? მიყვავს აი აქ, სადაც წერილებს გვაძლევენ, ან აქ. და შემდეგ უკვე გამოდის პირველი მილიციონერი. როგორ გამოდის პირველი მილიციონერი? ამოვატრიალებთ და რადიო B. რადიო B-ზე რადგან დაკავებულია Grosser, აი აქ ამოდის და Grosser არის აი ეს. ეს კარტი ცბარათი გადავიდა აქეთ. შემდეგი აგენტი გავუშვათ. მოდი, წავიყვანოთ აი აქ. და ამოდის შემდეგი მილიციონერის ადგილი. Grosser დაკავებული არის უკვე. Pure District. აი აქ აღმოჩნდა. და მესამე შეგვიძლია გავუშვათ მაგალითად აი აქ
პონტლევეკი, სადაც გრაფიტი გვაქვს მისაწერი. და მესამე მილიციონერი ამოდის fence არის აი ეს. ეხლა რა ხდება? ეს მივიდა აქ და დააწერა ეს გრაფიტი და დაბრუნდა. მაგრამ სამწუხაროდ აი ეს გზა ჩაკეტილი აქვს ამ პოლიციელს, ეს გზა ამ პოლიციელს აქვს ჩაკეტილი და ესეც ორივე დატყვევებულია. ანუ ორი მაკისი თამაშის პირველივე რაუნდში დავკარგეთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და თამაში გრძელდება. ესენი გავიდნენ პოლიციელები ისევ და შემდეგი დღე. აქ დააწერა ჯიგარმა და ეხლა ჩვენ გვჭირდება წერილები, მაგრამ პირველ რიგში გვჭირდება საჭმელი და მოდი წავიდეთ აქ, რადგან აი ამ კაფედან ჩვენ შეგვიძლია რომ დამატებითი აგენტები შევიძინოთ რა. წავიდა პირველი გამოვიდა პონტლევეკ აქ მოვიდა. შემდეგ რადიო A აქ და შემდეგ მესამე გამოვიდა გროსერ. დაკავებულია Punt de Nord. ჩრდილოეთის ხიდი. თუ არ ვცდები ფრანგულად ესეა. ეხლა რა ხდება? ვასრულებ ბრუნდებით და როდესაც ბრუნდებით, მოგვაქვს ერთი საჭმელი. და დავუდოთ მაგალითად აქ. ესენი წავიდნენ და მეორე დღე. ჩვენ აქ საჭმელი გვაქვს, მივდივართ. ვიხდით საჭმელს. და პატრულები ისევ გამოდიან. პირველი fence, სად არის აქ. მეორე პონტლევეკ და მესამე რადიო A. პოლიციელები გავიდნენ. ადამიანმა, ჩვენმა მაკისმა გადაიხადა საჭმელი გადაუხადა აგენტს და დაბრუნდნენ უკვე ორ. მე მგონი კიდევ იგივე მოქმედება უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეხლა უკვე ორი ყავს, ორი აგენტი, ერთი გავუშვათ პურზე. მეორე გავუშვათ. მოდი გავუშვათ აქ გავრისკოთ, იქნებ გადარჩეს. წერილი წამოვიღოთ, საბუთები. პირველი რადიო B დაკავებულია რუებარა და აქეთ არის. ეხლა მე შემეშალა ჯერ ერთი რო გავუშვი ეს აქ ამოდიოდა. ეხლა ავჩეხავთ. და მე გავუშვი აქ. ანუ წესები დავარღვიე, თუმცა არაფერი ისეთი ძიმი არ მომხდარა და არ დაშავებულა. და შემდეგი პოლიციელი პონტლევეკზე ამოდის. ჯერჯერობით გადავრჩით, ანუ მეორე შემდგომ მესამე რადიო A. კი ბატონო. დაბრუნდა, წამოიღო საჭმელი. ესეც დაბრუნდა აი ამ გზით და წამოიღო წერილი, აქ კიდე უნდა წავიდეთ. და შემდეგ ესენიც წავიდნენ და ნახეთ ეხლა რა ხდება. მესამე დღე და ჩვენი მორალი 5-მდე ავიდა, თუმცა ისევ 3 მილიციონერი გამოდის ჩვენს დასაკავებლად, იმიტომ რომ ეჭვი აქვთ რა. კარგი ბატონო, მოდი ისევ წავიდეს ერთი აქ.
მოდი წავიდეს ეს აქ და დააწეროს ის გრაფიტი. არა, სანამ ეს წავა აქ პატრული გამოდის. fence არის fence აი აქ, შემდეგ ეს წავიდა აქ. გამოდის მეორე ისევ fence punkt nord აქ გამოვიდა და მესამე რადიო B წავიდა აი აქეთ. მაგრად გადავრჩით. ამან დააწერა და დაბრუნდა. ეს დაბრუნდა და მოიტანა პური. ეხლა უკვე ორი პური გვაქვს. ანუ ორი საჭმელი. და შეგვიძლია რომ ერთი გავუშვათ აქეთ და წაიღოს საჭმელი. ანუ სანამ ხოლმე ესე და გამოვიდა პირველი პატრული რადიო A. ეს წავიდა ისევ პრინციპში აღარ გვჭირდება მეტი საჭმელი და მოდი მოდი გავრისკოთ და ავიდეს ისევ აქ. და გამოდის შემდეგი მილიციონერი რადიო B დაკავებულია რუებარადატ ეს არის აქ. და მესამე იმედია გადავრჩებით პონტლევეკ. პონტლევეკ კი ბატონო გადავრჩით. მივიდა ჩვენი ჯიგარი და დაპატიჟა საჭმელზე და წამოიყვანა უკვე მეორე აგენტი და ესეც დაბრუნდა და მოიტანა წერილი. საბუთები მოიტანა, ანუ ერთი დღე მზად არის რომ შევასრულოთ ეს ამბავი. მილიცია დაიშალა, თავიანთ შტაბებში დაბრუნდნენ. მეოთხე დღე. მეოთხე დღე. ისევ სამი აგენტი ვართ და ნახოთ რა მოხდება. ეხლა აქ უნდა მივიტანოთ ეს წერილები და როგორ გავაკეთოთ ეს. აქ შეგვიძლია რომ საჭმელში ან წამლებში გადავცვალოთ ფული, მაგრამ მორალი ჩამოვა 4-ზე და უკვე 4 მილიციონერი გამოვა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ პირიქით ავწიოთ მორალი. ანუ საჭმელს და წამლებს თუ მივიტანთ და ასევე შეგვიძლია შემდეგი რაღაც. ანუ აი აქ წავიდეთ. მივიტანოთ, კერა და წამოვიღოთ წამლის საბუთები. შემდეგ შეგვიძლია რომ აქ მივიდეთ და მივიტანოთ წერილები, მაგრამ ნუ ASN-ი რომ დაგვიბლოკოს, ფაქტიურად დაჭერილები ვართ და ძალიან გართულდება მისია. აქ ერთი გრაფიტი გვაქვს დარჩენილი და აქ რომ მივიტანთ სხვა დღეს რომ მივალთ და ჩავაბარებთ ინფორმაციას რომ გაკეთებულია, ეს დაიხურება, ეს მისია. აქ ამ შემთხვევაში თუ მისული არის ჩვენი აგენტი და აქ დაგვიდგა, მაგალითად მილიციონერი ვერ ბრუნდება, თუმცა მისია შესრულებულად ითვლება, რადგან აი ესეთი ვარსკვლავი აქვს რა. ანუ ლოკაციებს, სადაც ვარსკვლავები აქვს, იქ რომ მივდივართ, კი, ვკარგავთ აგენტს, როგორც წეგან დაატყვევეს, მაგრამ მისია შესრულებულად ითვლება, ანუ იმ მოქმედებას მაინც განახორციელებ რა. ოკეი. კარგია რომ აქ გავუშვათ და აი აქ ჩამოვამწყრივოთ მაგალითად ეს დასაბრუნებელი დაუტოვოთ და დავაზღვიოთ ეს მარშრუტი. ძალიან კარგი იდეა არის მე მგონი, თუმცა მოდი გავრისკოთ. კი ბატონო. ესე იგი
ერთი მიდის აქ და grosser ურის მაღაზია, მე მგონი თუ რაღაც ეგეთი სურსათის მაღაზია რა, სურსათის. ხო. შემდეგ მოდი ეს გავუშვათ აქ. და ამოდის მეორე პატრული და ესეც მაღაზიაში მიდიოდა, მაგრამ punkt de nordi-ც დაკეტილია და fence არის აი ეს მეორე პატრული აქ მოვიდა და მესამე რო დაბრუნდნენ ესენი ყველანი უკან. ანუ ეს რო ჩაგვეკეტოს სამივეს კარგავთ და თამაში წაგებულია, თუმცა 4 დღეა გასული უკვე და დიდი ვერაფერი ვერ ვქენით რა. მოკლედ, წავიდა ეს აქ და მეიტანა ეს წერილი. და ნიშნავს, რომ აი ეს შესრულებულია ფაქტიურად. კარგი. და მესამე ჯარისკაცი, სად გამოდის ახლა ნახავთ, მოჩეხოთ. იმედია პონტლევეკი არ იქნება და ერთი რაუნდი გადავრჩებით, ერთი რაუნდი რაწაგებას გადავრჩებით. და მესამე მილიციონერი ამოდის რადიო ბეზე გადავრჩით, გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვეთ. მოკლედ ეს წარმატებით დაბრუნდა, მიიტანა 2 წერტილი და მოვნიშნეთ, ყვითელი კუბით, წაწაწ მოვიდა. ამან ჩვენ აქ აი ამ მისიაზე გრაფიტი ქონდა გასაკეთებელი ჩრდილოეთ ხიდზე, punkt du nordზე და ესეც დაბრუნდა უკან. და აქ პური და წამალი რო გქონოდა, მორალი ერთით გავს დიდით, შევძლებთ რომ მორალი ერთით აგვიწია ზემოთ რა. ანუ ღარიბების რაიონი არის და ნუ წამალი და საჭმელი ჭირდებოდათ შესაბამისად, როდესაც გაზრდი ამას, ანუ მიუტან, შენი მორალი იზრდება და უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები მილიციონერი გამოდის შენს დასაჭერად. მოკლედ, ეს მისია თითქმის შესრულებულია, ერთადერთი საჭიროა რომ აქ მივიდეს ერთ-ერთი აგენტი მაინც და თუ დაიჭირეს შესრულებულად მაინც შეიძლება, რადგან ვარსკვლავი აქვს. და ნახოთ რა ხდება შემდეგ დღეს. ესენი გავიყვანოთ და მეხუთე დღე მეხუთე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ იგივე პრინციპით ეს მარშრუტი დავაზღვიოთ, ფული არ გვაქვს. შეგვიძლია რომ მოდი ერთი გავუშვათ აი აქ. რო წამალი წამოიღოს, მაინც მორალი შეგვიძლია რომ მორალი გავზარდოთ. პირველი პატრული პონტლევეკ, აი თითქმის ჩაკეტილები ვართ უკვე, აი ესე უნდა წამოვიდეს და ესე. და ისე შეგვიძლია რომ აი აქ რეები არის ამოსული, აი ამებს შევხედოთ და ისე ვითამაშოთ, ანუ თამაში არ გრძალავს გასული ბარათების დათვალიერებას. და მეორე გავუშვათ, სად გავუშვათ მეორე? მოკლედ ეს არ უნდა დაიჭირონ რა. რო წამალი და წამლით დაბრუნდეს. ანუ ეს უნდა დავაზღვიოთ, ეს ესეთი ფორმით შეგვიძლია დაუბრუნდეთ აქ. ასევე მოდი აი აქ გავუშვათ, ეს წერილები გჭირდება და მესამე გავუშვათ აი აქ. და ნუ ის მისია შევასრულოთ რა ერთი. სანამ ამას გავუშვებთ, მეორე რო დავდებ, პატრული უნდა მოსულიყო და რადიო ბეზე მიდის. კარგად მიდის ყველაფერი, წავიდა ეს აქ. და მესამე პატრული პონტლევეკი დაკავებულია ბლეკ მარკეტი. აი სად და გვერხა. შავი მარკეტი აღმოაჩინეს, რაღაც ეჭვი აიღეს და აბა რა ხდება. მოკლედ აქედან წამოვიდა, დაბლოკილია, ყველა გზები დაბლოკილი არის, ანუ აქეთ ვინც იყო, ყველა დაჭერილია რა. აბა ვნახოთ ახლა რა ხდება. აი ახლა იარაღი რო გქონდეს,
აი ეს რო კონდეს. აი ამ მილიციელის მოშორება შეგიძლია. მილიციელს ამას გადაიხდი და დაბრუნდები სახლში, ყველა სახლში დაბრუნდებოდა. და მორალი ერთით ჩამოდის ქვემოთ და კვლელობაზე უკვე ჯარისკაცს უშვებენ და ჯარისკაცები აი ამ ბარათებით გამოდიან ჩვეულებრივად რა და როგორც პატრულები ისე მოქმედებენ, უბრალოდ ჯარისკაცს ვერ კლავ. მილიციონერის მოშორება შეგიძლია რა, იარაღით. მოკლედ ეს კი ბატონო შევასრულეთ, ერთი მისია, მაგრამ დაიჭირეს და ეს ვერ ბრუნდება ვერანაირად, ესეც დაკავებულია, და ჩვენ თამაში წავაგეთ. მოკლედ ძალიან საინტერესო თამაში არის, ძალიან მარტივი არის. ანუ წესები, თამაშის წესები ძალიან მარტივია. ახლა მე ცოტა ვიჩქარე, რაღაც ცოტა დაუფიქრებლად ვითამაშე, თუმცა საწყისი მისიები არ არის რთული რა. შეგვიძლია რომ აი ესეთი შტაბი აი აქ ახლოს რომ მოაწყო, უკვე აი აქედან ან რაღაცა ეგეთი ადგილიდან არ არის აუცილებელი აქ მოხვიდე რა, ან პირდაპირ სახლში ბრუნდები რა აქედან და ვერ გიჭერენ ისე მარტივად რა და ძალიან მარტივად იღებ რაღაც რესურსებს რა, საჭმელს, წამლებს, იარაღს და ასე შემდეგ რა, ანუ უფრო მარტივად აკეთებ ამ ყველაფერს. ნუ 2 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი მისიები წარმოგიდგენიათ ალბათ რეები იქნება რა. ესენი მაგალითად 2 ვარსკვლავიანებია და აი აქ რაღაც ორი სხვადასხვა დღე არის. აქ რაღაცა ვიღაც უნდა მოიშორო. Eliminate all militia units. This mission must be completed last. ანუ ბოლოს უკვე ყველა მილიციელი უნდა გააგორო რა. და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თამაშია. ვიცი, ძვირიც არ ღირს. ძალიან კარგი გრაფიკი აქვს, ძალიან პატარა ყუთი არის, აინახეთ. სადმე რომ მიდიხარ, რა ვიცი რა, ხერის გული ცოტათი დიდი არის რა. და სადმე რომ მიდიხარ სამოგზაუროთ, აი ძალიან ესეთი კარგი ფაზლი არის, კარგად გაიგემრიელი. თან დღევანდელ დროს თუ გადავხედავთ რაღაცა მსგავს ამბავში ვართ და ძალიან საინტერესო თამაშია, ძალიან მევასება ეს თამაში და გირჩევთ ყველას რომ რა ვიცი გატესტოთ, თუ გექნებათ ამის შანსი, ძვირით არ ღირს როგორც გითხარით და რა ვიცი, დაგემშვიდობებით, აპატროებით და გამარჯვება ყველას.